მშვიდობისა პირდაპირ ეთერშია კურიერი. საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან გადაყენების შემდეგ მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია ერთსულოვნების თანამშრომლები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გადაწყვეტილების შეცვლას ხოვენ, მეუფე პეტრე ტელეკომპანიაში დაბრუნებაზე უარს ამბობს. ჭყონდიდის მიტროპოლიტი მის შემცვლელად გიორგი ანდრიაძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. მეუფე პეტრეს თქმით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორი. ღმერთს მადლობა შევწიროთ ყველაფრისათვის. მე რამდენიმე წლის წინ მქონდა ესეთი თავად სურვილი, რომ ეპარქიისათვის უფრო მეტი დრო დამეთმო და უწმეს გავენ თავისუფლებია ტელევიზიიდან და მან ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა და დღეს ჩათვალა საჭიროდ, მადლობ ღმერთს, მიმაჩნია რომ ეპარქიას ბევრად უფრო მჭირდები. იყო წმინდა სინოდის სხდომაზე მსჯელობა ჩემი განცხადებებიდან გამომდინარე და ბევრი უკმაყოფილება გააჩინა თითქოს მორწმუნე საზოგადოებაში. მორწმუნე საზოგადოებამ თვითონ გააკეთოს ასევე კომენტარი ამ ბრალდებაზე. Თქვა რომ გიორგი ანდრიაძე იქნება თქვენი შემცვლელი. ადასტურებ თუ არა ამას? ვერ დაგიდასტურებ, მაგრამ ეს ძალიან დიდი სირცხული იქნება თუ ესე მოხდა ეკლესიისთვის. მე უწმეს შევეკითხე და მან ვერ გამცა პასუხი და შესაბამისად ველოდები, როდის შემატყობინებენ, რომ ვინ მოვა და გადავაბარო. განსასწრების გამო არასდროს არ მოვერედები ჩემს ესე ღირსეულ სახურებას, ჩემს სათქმელს, რაც იქნება საჭირო ჩემი ეპარქიიდან და ჩემი ამბიონიდან გავაკეთებ ამის შეზღუდვა არ მექნება. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ გადაწყვეტილება პატრიარქის მიერ არის მიღებული, მართალი გითხრათ, პირადად მე ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ტელევიზია ხნის განმავლობაში მე 3 წელი აქ მუშაობ და მაქვს ჩემი საავტორო გადაცემა. არანაირ პროცესებში არ ერეოდა, მით უმეტეს იმ პროცესებში, რის გამოც მეუფე ესე ვთქვათ დაისაჯა. მიმართვის მთავარი ესეთი გზავნილი იყო, რომ პატრიარქმა გაითვალისწინოს ჩვენი ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ არ ვიცი რამდენად ეს რომ თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს.